მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 34. გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე დევს L სიგრძის უმასო ღეროთი შეერთებული ორი ერთნაირი პატარა ბურთულა. ერთ-ერთ ბურთულას ბიძგით მიანიჭეს ღეროს მართობული და ზედაპირის პარალელური V სიჩქარე. განსაზღვრეთ ამის შემდეგ პირველი სისტემის მასათა ცენტრის სიჩქარე. კარგით, მოდით ახლა ეს ნახაზი ცალკე ამოვიხაზოთ. გვაქვს რაღაცა L სიგრძის ღერო, რომელიც უმასო არის, ამასთან ამ ღეროს თავსში და ბოლოში მიმაგრებული გვაქვს ერთნაირი ბურთულები, შესაბამისად ამათი მასები ერთმანეთის ტოლი იქნება, M1-ის მასა იქნება, პირველი სხეულის მასა იქნება M, მეორეს მასაც, მეორეს ბურთულას მასაც იქნება M. და რადგანაც გვეუბნებიან, რომ ამ L სიგრძის ღერო უმასო არისო, შესაბამისად მასათა ცენტრი ამ სისტემის მოთავსებული იქნება ამ ღეროს ცენტრში. ამიტომ, რადგანაც მთლიანი ღეროს სიგრძე არის L-ის ტოლი, პირველი ბურთულიდან ცენტრამდე მანძილი იქნება L ნახევარი, ანალოგიურად ცენტრიდან მეორე ბურთულამდე მანძილის ტოლი იქნება L ნახევარი. ეხლა მიანიჭესო, გვეუბნებიან ერთ-ერთ ბურთულას ბიძგით მიანიჭეს ღეროს მართობული და ზედაპირის პარალელური გარკვეული V სიჩქარე. ეხლა რო გავიაზროთ სიტუაცია, ეს ორი ბურთულა ამ ღეროზე თავში და ბოლოში მიბმული არის. შესაბამისად, ამ პირველ ბურთულას რომ მიანიჭებდნენ V სიჩქარეს, რადგან მიბმული არის, დაიწყებდა SM მასის ბურთულა ვერტიკალურად სიჩქარით დაიწყებდა მოძრაობას საწყის მომენტში, მაგრამ თვითონ სისტემაც აყრებოდა რაღაცა VC სიჩქარით მოძრაობას. ანუ სიტუაცია რო წარმოვიდგინოთ, SM მასის სხეული თან მოძრაობს და ეს ღერო ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით რაღაც წრეწირზე ვეცდები ახლა რომ ეს წრეწირი დავხაზო, არც თუ ისე კარგად გამომივიდა, მაგრამ არა უშავს. ესე იგი გამოგდის, რომ აი ეს ამის სიჩქარე უკვე მიმართული იქნება აი აქეთ, ამის სიჩქარე იქნება რაღაცა V1. ფაქტიურად გვაქვს ჩვენ წრეწირზე მოძრაობას განვიხილავთ, ოღონდ თვითონ სისტემაც მოძრაობს და თან ამ სისტემაში, ამ წრეწირზე ეს M მასის სხეულები ბრუნავენ. კარგით. ეხლა თავიდან რისი ტოლი იქნება საწყისი იმპულსი. ნუ საწყისი იმპულსი P ტოლი იქნება პირველი სხეულის იმპულს MV-ს დამატებული მეორე სხეულის იმპულსი. მაგრამ საწყის მომენტში ეს უძრავი იყო, ამიტომ მეორე სხეულის იმპულსი არ იქნებოდა და ეს ტოლი არის MV-სი. და საბოლოო იმპულსი კიდე ის ტოლი იქნება, საბოლოო იმპულსი ტოლი იქნება რაღაც P1 დავარქვათ, ეს ტოლი იქნება მთლიანი სისტემის იმპულსის. მთლიანი სისტემის შემთხვევაში ჩვენ გვექნება, რომ ეს ტოლი იქნება M1 დამატებული M2 VC-ი და იმპულსის შენახვის კანონიდან კიდე სხეულის იმპულსი საწყის მომენტში ტოლი უნდა იყოს საბოლოო იმპულსის. ამიტომ ახლა ამებს თუ გავუტოლებთ ჩვენ ერთმანეთს, ეს თუ გავუტოლებთ P1-ს, აქედან გამოგვივა ჩვენ, რომ MV ტოლი არის M1 პლუს M2 სისტემის მასათა ცენტრის სიჩქარეზე გამრავლებული. ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ M1 და M2 ერთმანეთის ტოლია, M1 პლუს M2 ეს ტოლი იქნება VM-ის ბუნებრივია. მოგვშენ გამოგვივა, რომ MV ტოლი არის 2MVC-ი, M-ები შეგვიკვეცება, აქედან 2V ტოლი იქნება 2V ტოლი იქნება 2VC-ი, საიდანაც სისტემის მასათა ცენტრის სიჩქარე ტოლი გამოგვდის V-ნახევრის. კი ბატონო, ეხლა გადავიდეთ უკვე მეორე შემთხვევაზე. მეორე შემთხვევაში რა გვაქვს? მოდით შევხედოთ. მეორე შემთხვევაში. ანუ პირველის პასუხი რო ჩავწეროთ, პირველში VC უდრის V-ნახევარს. ახლა გადავიდეთ მეორეზე. თითოეული ბურთულას სიჩქარის მოდული მასათა ცენტრთან ერთად გადატანითად მოძრავ ათვლის სისტემაში გვაინტერესებს. ხო. მასათა ცენტრთან ერთად გადატანითად მოძრავ ათვლის სისტემაში U1 დავარქვათ, მოდით. U1 ტოლი იქნება V1-ს გამოკლებული VC, ასე ბატონო. ეს ტოლი იქნება, ნუ V1 პირველი M-მასის სიჩქარე არის V ტოლი, ამას გამოკლებული V-ნახევარი, ეს ტოლი არის V-ნახევრის. ესაც შეეხება პირველ ბურთულას. ხოლო მეორე ბურთულის შემთხვევაში ეს ტოლი იქნება უკვე 0-ს გამოკლებული, რადგანაც მეორე სიჩქარე არა აქვს საწყის მომენტში, როგორც თქვით, არანაირი სიჩქარით არ უბიძგებიათ ხელი, პირველ სხეულს უბიძგეთ ხელი.
ბატონო, ამას უნდა გამოვაკლოთ. VC, ეს ტოლი იქნება მინუს V ნახევრის. ანუ მეორეში პასუხი რო ჩავწეროთ, ეს იყო პირველი, ეს არის ახლა მეორე, მეორის პასუხი არის V ნახევარი. მოდით საკითხი ჩავწეროთ. რომ აქ რაღაცა კარგად არ გამომდის ჩაწერა. მოდით ესე ვქნათ, პირველის პასუხი ჩავწეროთ, VC ტოლი არის V ნახევრის. სისტემის მასათა ცენტრის სიჩქარე, მეორე შემთხვევაში ბურთულების სიჩქარეები U1 მოდულით გვეკითხებიან, ხო? მასათა ცენტრთან ერთად გადატანებოს, რა თქმა უნდა, სიჩქარის მოდულებიო. U1-ის მოდული, რადგანაც U1 და U2 მხოლოდ ნიშნით განსხვავდებიან, მოდულით ერთმანეთის ტოლი იქნება, უნებრივია, U2-ის და ის უდრის V ნახევარს. და ახლა გადავიდეთ უკვე მესამეზე, მესამეში რას გვეკითხებიან? ღეროს ბრუნვის კუთხური სიჩქარეო, მესამე. ნუ ახლა კუთხური ახლა წრეწირზე, ჩვეულებრივი წრეწირზე მოძრაობა გვაქვს. წრეწირზე მოძრაობის შემთხვევაში, ნუ ოღონდ რადიუსის როში გვაქვს, რომ ტოლი არის n ნახევრის. და ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ თუ ახლა გავითვალისწინებთ, რომ კუთხური სიჩქარე ტოლი არის, უბრალოდ VC, ამ შემთხვევაში VC, სისტემის მასათა ცენტრის სიჩქარე ტოლი იქნება ომეგა r-ის, ეს ტოლი იქნება ომეგა r რამდენი არის? l ნახევარი, ხო? ეს ტოლი იქნება ომეგა l ნახევრის. და უკვე გვეკითხებიან ღეროს ბრუნვის კუთხურ სიჩქარეს, აქედან აქედან რა გვექნება? აქედან გვექნება ჩვენ რომ VC თავის მხრივ მივიღებთ V ნახევარის ტოლი არისო, ანუ აქედან გამოგვდის რომ V ნახევარი უდრის ომეგა L ნახევარს, ეს ორები შეგვეკვეცება, საიდანაც ომეგა L უდრის V-ს და აქედან ომეგა კუთხური სიჩქარე გამოგვდის V შეფარდებული L-თან. ანუ მესამე შემთხვევაში პასუხი რო ჩავწეროთ, კუთხური სიჩქარე ტოლი ყოფილა V შეფარდებული ამ ღეროს სიგრძესთან.